თბილისის საქალაქო სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. მოპასუხე მხარე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. ლეიბორისტები რეგიონებში ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს აპროტესტებენ, ასაჩივრებენ. ამ საქმეზე დღეს პირველი სხდომა მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ საჩივარი შალვა ნათელაშვილის პარტიამ 9 თვის წინ შეიტანა. ივანიშვილმა დენზე განახევრებული ტარიფის ნაცვლად მამის სისხლი დაგვიწესა. სოფლიო ეკონომიკის ისტორიას არ ახსოვს პრეცედენტი, რომ პროდუქცია თვითღირებულებაზე 10-ჯერ მეტად იყიდებოდეს და ეს მოახდინეს საქართველოში. 2 წელია შეტანილი გვაქვს არჩელი ენერგოპროჯორჯიას მიერ რეგიონებში დენის დაძვრებაზე. და დღეს დაიწყეს განხილვა. რუსთაველის საქმე შეკვეთა როცა იყო ხო განიხილეს 24 საათში, არც კი 20 ტომი. ამ სასამართლოს იმედზე ყოფნას, რა თქმა უნდა, მტერსაც არ უსურვებ. მაგრამ ის რომ სარჩელი გვაქვს შემოტანილი და ვდაობთ ხელს უშლის მთავრობას გააძვიროს ელექტროენერგია. ხელისუფლებამ ვერ გაბედა ტარიფის გაზდა დღემდე და ეხლა მოხდა 2002 წლის მერე პირველად ამ ტარიფის გაზდა და სწორედ ჩვენ გვექნება ეს შუამდგომლობაც რომ ექსპერტიზა დაინიშნოს ამ საქმეზე და სწორედ კვალიფიცირებულმა ექსპერტებმა გადაწყვეტონ თუ რამდენად აუცილებელი იყო ამ ტარიფის მომატება და რამდენად იქნა გათვალისწინებული აქ მომხმარებლის ინტერესები.